გამარჯობა, დაბრუნდით და დღეს ამჯერად გთავაზობთ vlogs. აი ხლა უნდა გავიდეთ ცოტა ხანში, დაახლოებით 10 წუთში და რა თქმა უნდა ყველაფერს განახებთ რა მოხდება დღის საღამოს განმავლობაში. შენ როგორი მოლოდინინგა? რა ვიცი, ეს იქნება ყველა ვარიანტი, როგორც დამისპოილერა. მოლოდინები მაქვს ძალიან დიდი. ფავორიტის ყავს პრინციპი რომ არ დავასახელებ. სადმე ყავართ დათოს, ამას გავიგებ. ეს იმავს დათო. ვაიმე, მადონა კოიზესავთ რომ დადესნა. ჩუჩი! მე წინ, ყოველთვის წინ. მივედით თითქმის, პირდაპირ გაგებით ანდერში არის ეს ბარი. ხახრო დაუწერეთ მაქსიმალურად ბევრი კომენტარი და ჩაწეროს ბევრი ვლოგი და мотивация გქონდეს. мотивация. ეს reflex-ავს ტექსტებში ეგეთი არ არის რა. ბრუკლინში არ დაბადებულ, არ დავჯერ. ხანაზე გაიზარდა. რა ხდება? უიტო ახსენეთ. Skyres for life. მადია. ლეგენდარული ივაჩი. ივას ჩაწერა მინდოდა. იმედია იცანით ხალხო. ბოლო ვიდეო რაც მინდევს არის ივას შეფასება. რას ფიქრობ აბა დღევანდელ ბათლებზე? აუ რა ვიცი, ძალიან მაგარი იქნება უეჭავდი რა, იმიტომ რომ ყველა ხოძე არის, ყველა მაგარ ხოძე არის და შენ როდის გიხილავთ? აი მე და Skyres ვიხილავთ ერთად. ბევრჯერ ჩემიანები ვეთვალობენ რა, უმეტესობა. ძართულია რა, თქმა რა. სუბიექტური აზრი. აუ რა ვიცი, ძალიან თანაბარი მეწვევი იქნება ეგ ზუსტად ვიცი. დაახლოებით ვიცი რაც ველოდება რა და მაქედან გამომდინარე, აი იცი ტექსტები? ტექსტებიც ასე თუ ისე ვიცი რა. საუნდჩეკზე რო გაიარეს, მანდ ვიყავი და ისე ვიბაუნსე რომ მეთქი მე არ მყავს ფავორიტი. შენი თავის გარდა არც ჩემი თავი არა ფავორიტი. ნუ ხავს ისე შეიძლება. მე ვარ იცივისკენ, რომ კარგი გამოვა. ორივესკენ ვარ, იმიტომ რომ ორივესთან ძალიან კარგი ვარ. და როგორი მომზადებული ხარ? ცოტა გაციები. ეხლა სიჩახლეში მაშინ აღარ დახარჯო ხმა და მოუფრთხილდი და არ ილაპარაკო ბევრი და წარმატებები ბათლზე. კიდე ბევრი ინტერვიუ თუ იქნება. ისკენ ხართ. საქართველოსკენ. რა დროს ბათლია ძმებო? ერთად თუ დავიდგეთ. რაც არასწორებს ის არის რომ არტისტები რომლებიც უნდა იყვნენ აქ არიან დათოს მიკითხვა აქ არის მე ცალკე მე თვითონ მიკითხავ ნაქტიმაზეს და ისეც ხალხისთვის უცხო არის ჯერ და როგორც პირველი ფოლს პროექტი იყო PvP ეგრე უცხო იყო ისიც და ჯერ ვერ იგებდა რა და იმედი მაქვს რომ მალე გაიგებს ფეხასად დამუღამებით უფრო სწრაფად დაამუღამეს ეს რა YouTube-ზე subscribe მადლობა რავი სულ ორი ადამიანი ვიცი ეგეთ მუსიკ კონტენტს აკეთებს საქართველოში ასე შენაკეთებ შენ ერთი ზიმა რა უიჩველი მე გავაკეთებ მაგის ჰეი ფინო დღეს აი ყველა სხვა პროგნოზი გაკეთებული აქ აი წინა ბეთლებიდან გამომდინარე. მე ვიცი რომ მაგარი სენსაცია მოხდება ჩემთვის დავიდოვე და ბეთლს მე გამომდინარე. უი სკაიზე მომიყევი მოდი. Skyres არის ძალიან კარგი ბიჭი მეგობრებო, მინდა გითხრათ. რატო გადის Skyres-ი? რატო გადის Skyres-ი? სტორი დამიდოს აპლოს ვაჭრებს ფაიანოს. თუ თებრო. ეხლა რომ თქვი? იანს. საუნდჩეკზე არის ხალხი ხო? არა. ძალიან გიშევი. აი ძალიან გიშევი და ვაფშე არ მაქვს წარმოგენა რომ ოპონენტზე რა კომენტარს გააკეთე? გიში გადაარევი. ფინალში თუ გახვედი, იმ ეტაპისთვის ვათხარ წინასწარ. ისეთ არ ხვდები რომ ფინალზე არ ვიქნა. წარმატებები დღევანდელ ბათლზე. იმ ბათლზე ტოტოსთან რაც მოხდა ვნახეთ, ძალიან ცუდი წარმოდგენა დარჩა ხალხს შენზე რა. ბოლოს რა კომენტარიც გააკეთე და ეგ გვაინტერესებს ყველას რა მოხდა რეალურად და რავი, სხვა რაღაცას თუ გულისხმობ. ემოციებისგან სხვა რაღაცას გამიმდინარე და სხვა რაღაც გვირა და ეგ მე ხომ პირადში ვიწყე და ვიხარ. მე აღსანება მოგონი. ეგ იყო უბრალოდ პირადში რომ მოდიოდა რაღაც ძალიან არაცენზურული მესეჯები და რაღაცა просто მაგ ხალხს ემინოდა რომ რაღაც მე რა ეგ თანებიც არ არიან თვითონ რა. აუ მე მაინც გონია რომ არ უნდა ყოფილიყო ეგეთ რამე არ უნდა მოხდარიყო, მაგრამ ნუ რაც მოხდა ვეღარ შევცვლი. თავარია ის გათვალისწინება, კაი გაკვეთილი იყო რა. დაჟე კაია რომ არც ამოიჭრა ეგ, კაი გაკვეთილი ვისწავლე მაგით რა. საო. გამარჯობა. რა შემართებით ხარ და გგონია თუ არა რომ მოიგებ? ჟივით ვარ. აი მაგას წინასწარ არ ვიზახი არასდროს არც კაი. რა თავდაბლები ხართ ყველა? მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ფინალში ვიდგები რა. და ოპონენტზე რა სიტყვაც? ძალიან გიგი ბიჭია, რავი ძალიან სიგიჟეებს იზამს რა დარწმუნებული. ხალხს არ წარმოუდგენია აქ რასაც ვიზამ დღეს და ფინალში What the fuck? შეგვაში. What is that?
წარმატებები დღეს და მაინტერესებს როგორი შემართებით ხარ, როგორ მოემზადე შენი აზრით? მე მზად. შენს წინა პერფორმანსზე რა სიტყვით გაყოფილი ხარ შენი წინა გამოსვლით? არ ვარ. ეს და რომ ხედე არ. ხოდა ის პირველი ბათლია ყევ, იმიტომ რომ წილ უბრალოდ გამიგახვედე. ეს ხვედე. სანამ შენ ახლა ეკითხვა არ დამის არ მიფიქრია მაგაზე ჩემი ფავორიტი. როგორც პოლიტკორექტულად საუბრობენ ხოლმე, ვინც იქნება კარგი. მოლოდინი კარგი მაქვს, იმიტომ რომ როგორც იქნა მოვიდა ის ხანა, სადაც მომზადებულები მოდიან და რთული არის ვინმე გამოარჩიო მომზადების და დანარჩენი უკვე ტექნიკის ამბავია. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, შენ გამოდიხარ BPM-ზე? შეიძლება. ექსკლუზივი. რამე საპირებ ტრეკებს, კლიპებს, რაღაცა. ტრეკებს კი, რაც უკვე ჩაწერილი გვაქვს, ასე ვთქვათ, ერთ დავას სპოილერებ, რომ მე და ლადომ ჩავწერეთ მოკლედ. ვინც მაგას ელოდებოდა და რატომაც ელოდებოდა, ეგეთი არის ზუსტად. ნიგრინთან ტრეკზე კლიპი გადავიღეთ დიდი ხნის უკან და მონტაჟებს და მეტი ესეთ დამირებას ვეღარ მიგცემ. ალბომი რო არის, ჰარუს რო უდევს, ეგ ძველია? ეგ არის ჰარუს უფრო ახსოვს, მაგრამ ჩემი გამოცვლებით 2018 უნდა იყოს. ხო, რაღაც ცოტა სხვა ვაიბი იყო და ვერ მივხვდი ახალი იყო თუ არა. ჩემი ზაზაზა და დათოს ტრეკი რო არის, მაგ ალბომში უნდა შესრულო. ანუ ერთი ასაკის არიან რა. ცოტა ისეთი ალბომი რა ხან იყო რა, ცოტა დეპრესიული, ვფიქრობდი რომ ცოტა პოზიტიურ ვაიბზე უნდა დასრულებული იყო რა, რომ ყველაფერი კარგად არის. მინდა რომ დავასრულო ეს მითი, რომ შენ და პელე ერთმანეთზე იმტერები. რავი, ხალხო შეხედეთ აგე. ერთ მოჭა ჩეკრულები სულ ყველა. აბარა, ქართველები არა ვარ, კაცო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. შეგვიძლია დღევანდელი დღისთვის შევქმნათ ფავორი. ვისაც არ გინდათ რომ ფეხი საცვალებზე დაგაბიჯოთ, შეგა მეტი მომაცით. სიკა, აღარა? აღარა? ჩერეს თერიკა შეგვიძლია სიკა ვიყო. მაგრამ თერიკაც არა. კარგი მზად ვარ, ხო ვიცი რა როგორ ხდება ხოლმე. აქ ძმა ჰოლოგრამა არ გვაქვს, აქ მოსკა უიპერენ და იყო მასაკა. ოქინა ამდეგი წავეყანეთ, თოვლით წავეყანოთ, შეიძლება აგებოდეს. აქედან როგორ ჩანს ისი ამდენი ხოცე ხალხი ვერა საკიშია ძმაო შეხედე ხედავ მეცხარეს ზათხარ ეს ჯასტა შენ ზათხარ ბარა ეს ვერ ხერხდება და შენი კომენტარი თუ შეიძლება პირველი რაუნდი არაფერი არ ხდება ცუდი ამ პროექტში და ეს რაც ჩემი ზმარა. კაცი ხარ. მე არ მევასები დავწერ. წარმატებები. ყველა შაგწერთ ვინც აქ ხარ. აი მარტოვასი ის რასაც თქვენი ვიდეოში ხედავთ ან თქვენ სასმენებში ან ნებისმიერ გაჯერში საიდანაც მაგესმით აქ ხდება 100x რა ანუ ევრად დიდი მუღამი აქვს არა აქვს მნიშვნელობა ვის სადურთამს ბეთლის ზოგადად სტრუქტურა პირველი ბეთლი იყო ძალიან მაგარი მეორე ბეთლში ვიცოდი რაც მოხდებოდა და ზუსტად ეგრე მოხდა შემდეგ ბეთლი არის ახლა ტახას ბეთლი რაღაცეებს რო აღიზიანებდა რომ უკან ბიჭი რო დგას ზეებს აკეთებს კიდევ ვიგები იმიტომ რომ ეგრეა საჭირო რომ ტიპები იყვნენ მართალია რომ ბანი გადისე? არა, ბანი არ გამიდისავს, ბანისთან მაგ ძალიან კაი დამოკიდებულება. ვიდო მელაპარაკა, რომ ქართულად ცოტა რაღაცა შეეშალა სიტყვების გადალაგება და გამოვიდა ვაფშე სხვა რაღაც ბეთლი რაც იწყება, არის ზერსკესი ბეთლი ვიცი, იმიტომ რომ ახასგან აი რაღაც მაქსიმუმ 3 რაღაც მაგ მონასტერი და ვიცი რომ შეჭამს. კამიზე რას ფიქრობ? კამიზე ვფიქრობ იმას რომ ჩემთან აქვს ნამუშევარი კამის. აი ბიჭია ძალიან, ერთადერთი რაც მინდა თქვა არის ის რომ ვიღაცის ტაიპი
ტაიპია და ვერ ვხვდები ვისი ტაიპია. ამდენში იმას გულშემატკირო, ვისაც გულშემატკირო, დაახლოებით 2 წელი ან 3 წელი ან უფრო დიდი ხანი. უყურეთ ენაის გამოიწერა. აქ რა ხდება? მოდით, ნახეთ, უცხოეთ, სიტყვები რომლის ყველა მაგალითია, შენ გავაცნობი ნახეთ. კარტინალდა რომ ეს მაჩუქოს. ბაზარიერა. ძალიან კარგი მეძლიო. Oscar punchline. ანუ კარგი wordplay, აი, როგორ რაღაცა იცი, რომ აი, რო თქვა და აი, ანუ მე დიდი ვარ, მე პატარა ვარ, შენ ისა, ჩემი ხლე ისა. ლეველაპი ხო გვინდა, მოვედი ბატალზე, ანუ ნახე, თვეცად დაეტაკო, ანუ მე რაღაც ისეთი თესლობები გავაც, რომ შესახში წახვი და ბალი შიტიო. რო ვახჩე ეს როგორ მოიგო. ისაც უკეთესი flow არ, ხო, უკეთეს flow-ს არ გულისხმობ, უნიკალურ flow-ს არ გულისხმობ, რო აი უსმე ვიღაცას და აი მეცოდნეს რომ მოვსვენ და ყველა ტრეკზე მეცოდნენია რა. აი Snoop Dogg-ს flow არ აქვს, მაგრამ ყველა სიმღერაში Snoop Dogg-ია. რომ არ იცოდე სიმღერა, გაიგებ თუ არა Snoop Dogg-ია, ანუ არიან უნიკალური რეპერები, რის გამოც ვაფასებ. ის მიყვირს, რომ ვინც გააძრობს უფრო თვლაში ტექსტს, ის იგებს. მიდის ბიტი და მეც ესეთი ვარ, ბიტთან ერთად და всё ვიგებ. ცნობილი შეკითხვა, რატო არ გამოდიხარ ბეთლზე? ფულს არ იხდია, ფული დაიდოს. მათი როგორ რაღაცა იცი? უნდა დავჭდე, დავწერო ტექსტი, რომელსაც ცხოვრებაში ვიბაზრებ ერთხელ. მე რო დავწერო სიმღერა, მაგ სიმღერას შევასრულებ ბევრჯერ, ანუ ნახე, YouTube-ზე დამრჩება, ხალხს გაუსწორდება, ჩავთავ მანქანაში, ავიღადავ, არ ვიცი. ანუ უნდა დავჭდე და მოვიმზადო, ვისწავლო რაღაცა, რაც მეორე ცხოვრებაში არ დამჭირდება, წარმოიდგინე. და cash rules everything around me. Creep, get the money. Dollar bill, yo. Topurია რო ჩხუბობს და მივდივარ და კაზინოში მავხუცდები. და აქ პროკომენტი მაწერია. 2017 მორჩა ხალხო. 34-ის ვარ. ხوار მე გადავები. ცოტა დავიკრუსე, მაგრამ honest reaction ეგა ყოზე. წინა ბეთლში მოსხარო იყო და სკაირის ძალიან კაი ბიჭია. ვეცი მოსკას ხმა ახლა მთელი ამბავი ბექსტეიჯი და ეს ბათლი როგორ მოგეწონა? თოვლის უთხარი რა და აი ბიჭია თოვლის ძალიან მაგრამ ცოტა იუმორი რო ჩაუთომეთი ფულობები მეთქი ეკნები ტახას და კამის ბათლი როა რას ფიქრობ? ვცდილობ რომ არ ვიფიქრო მაგაზე იმიტომ რომ აჰა იცით რომ მაგაცია მაგრამ მე არ ვჯარდები წეგანაც ტახასთან და უთხარი რომ იცოდე მეთქი რომ წააგე ჩემგანაც მეთქი იცის რა რეგანის ნაცო იმესკენ თოვლის ეს ჩემთან მესამე რაუნდში რაც გააკეთე მინდოდა რომ სამი რაუნდში გააკეთებოდა და ძალიან გამიქცევა ვარენია და მოსკას გარდა საწოლოდ იმენა ის გააკეთა წვეთში ტახას და კამის ბათლზე რას ფიქრობ? ტახას ხმა აქვს ჩაფრეჭი იგავი რა კამიზე კიდე ის გავიგე რომ ძალიან კარგად მოიმზადა და მოინტერესებს შენ თავზე თუ გინდა რამე კომენტარი წინა ბათლიდან გამომდინარე კომენტარი ის მინდა რომ მაგალითად ცხოვრებაში რთული პერიოდი ქონდა და სასწავლო რაღაცას ვაფიქრებ და ტრეკის ადებას ვაფიქრებ კიდე ჯიგარი ხარ ერთი ძალიან კაი ბიჭებია, რეალურად იჯიბით ეს რასაც მიეწე რა. ძალიან იმენა ფლოუს. შენი ფავორიტი? არა, ყველა პონჩი ტახას ეკუთვნოდა რა. გამოცდილების ხარჯზე, ტახას უბრალოდ ხონდა, ცოტა საბუნა ჩაეკრო, საბუნა და ეს მოსკა versus ტახას ფინალზე რას ფიქრობ? რავი, მაინც ტახა მგონი. ისე ეს კა. მოსკა. თუმცა მისამრავი იყო ძალიან კაი, მაგრამ აჯობა და უეჭველი აჯობა. კამი კარგად იყო მომზადებული და ჰასკერმა ყველანაირი, მაგრამ კამი მაინც კარგად იყო მომზადებული და ზოგადად გამწყარო ჩავარდა, მაგრამ რატომ საფეთ. ამ ესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვიტყოდი, რომ სხვა შედეგს არ ველოდი ამ პარტნიორის გარეშე. ყოველ შემთხვევაში მაგარი ბიჭია კამის. კამი კაი ბიჭია, რესპექტი, მაგრამ აი ერთი ჩემი ყავს აი ამ მაინტერესებს მოსკას წინააღმდეგ როგორ მოიმზადები და მოსკაზე რას ფიქრობ როგორც ოპონენტზე ფინალში? როგორც ყოველთვის კარგად მოვიდა. და ფინალზე ვფიქრობ რომ უნდა მოვიდო, მაგრამ ყველა ეგრე ფიქრობდა და ალბათ ზოგს არ გავუმოწმებს. ვიზაუთ რაც ხაზნა იქნება, ხო? ის შაირი მამაჩემის დაწერილია. ეს ამ მამაჩემი. ვაუ! შემაჩეჩეს.
რა გაინტერესებს? როგორ მოგეწონა ბეთლები? ბეთლი მომეწონა ძალიან ბოლო, იმიტომ რომ ბოლოს დავესწარი, ჩემ დასაუბედროდ. ფინალზე რას ვფიქრობ, არ ვიცი, მაგრამ სპოილერი თუ გინდა. გვინდა. ო, რავი, აი, წეღანდელი თქვენი ინტერვიუს გადააიღეთ, ის მოიგებს აუცილებლად. ძალიან მაგარი ბათლი იყო. კითხე, ნუ ვიცით ითო ვარ. რას ფიქრობ ბათლზე? არ ველოდი ესეთ. შენი პაროდი. ნინო ფაქტებს ბევრი ადამიანის პაროდია, ინტერესი ახალგაზრდა მოშორებასო, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს. ყველაზე უდელი ხდება ნაისის ქარაქტერის გაკეთება. რატო? ნახო. დავიჭირე ის მომენტი, რომ კამიზე ბაუნსობდი. ნაბათში რაც მოხდა, რავი, დავილაპარაკეთ და მოგვარდით. და დღევანდელ ბათლებზე რას ფიქრობ? დღეს ცოტა მეცველდებოდი სიმართლე გითხრა. ვისგან? და ასკან. ჩემ ფავორიტი იყო დღეს მოსკა, ძალიან კაი ბათლი ქონდა. მედი მაკრო პილოტი ცოტა მომარენებს. შემდეგ სეზონში გამოხვალ? ტექსტებს ისწავლი შემდეგი სეზონისთვის? შევეცდები ძალიან. გვიცეკვე თუ შეიძლება. თოვლის მესამე რაუნდი იყო ძალიან მაგარი. აი მე როგორ სქემა მევასება, იცი აი რაღაცა რიტმას რო დაიჭერ და გაწევა თქვა, აი დიდხანს და თოვლის ეს ქონდა. მე ერთი მომენტი ეს რიტმის სქემა დაიკიდა და მე ისე დაუბრუნდა, რა მე ძალიან გამისწორდა. მოსკა ბაზარი არა ობიექტურად მოიგო, მაგრამ თოვლის ძალიან გაიყო. კამი ძალიან ტექნიკური იყო, აი გამისწორდა მოიგეს fast flow-ები და ასე შემდეგ. და ხას ქონდა punchline, ბევრი punchline იყო და მეც სუბიექტურად ახას გავიყავი და მაგას მომაგარი რა. punchline-ებიც მოიგო, ანუ და ხასაც ქონდა ტექნიკური მომენტები, fast flow-ები არ ქონდა, მაგრამ ძალიან ტექნიკური და საბაღოს მომენტები. ვენტოს შენს შეგეხეს ბრატ. ვაიმე ვენტოს ბაროსო. შენი ზღადა მეგობარი ვენტოსა. მიხარი შენი ცნობები მას მე რაც გახსენებთ შენ. მაგარ ხაიში ობს. მეორე სეზონში ნახავთ, შავი წესით ნახავთ. გამოდიხარ. მეორე სეზონში. რა შთამბეჭდილებები დარჩა და ვინ იყო შენი ფავორიტი დღეს? პირველად ვიყავი ბეთლზე, ასე მოხდა. აი ყველაზე ვიზეთ გიბაუნსე იყო მოსკა, მერე ტახა და ის ორი. კამიკაძე. მერე ის მოჭე. კამი და თოვლი. ოღონდ თოვლი ენაის თოვლი. ჯერ მოგვიყევი მოსკას და თოვლის ბეთლზე, რა შაბეჭდილება. მოგესალმებით ყველას. რავინათ, მე ეგრე გეტყვი და ხალხსაც ეგრე გეტყვი, ჩემი აზრით მოსკას რაუნდები ამ ტურში იყო ყველაზე ძლიერი აზრით რა. აი მეორე ბეთლშიც არ იყო, იმის და მიუხედავად რომ ძალიან მაგარია და ძალიან მევასება და იქაც დონე გადო ყოველთვის. მე მგონია რომ მოსკა იყო დღეს ტურის საუკეთესო. MVP იყო ტური. ამიზე ბევრად მაგარი იყო ვიდრე წინა ბეთლში. მევასება ეგ განვითარება და სხვა შენზე ვლაპარაკობ ყოველთვის მაგ ასპექტში, რომ განვითარების ყველაზე კაი საფეხური ჩემთვის ჰქონდა ენაის, როცა შემოვიდა. შენი რეპი გახსოვს და მე რო სულ გადავდი რომ ძალიან ბუმბეფია გოგოლა ფლოუ რაღაცები დაუმატა და პირველ იმაში ბეთლი ეს რო ხდება რომ მოკლედ აქ თუ რა ფლოუები დავითამაშდა კონსტრუქციები გავაძრე უეჭველი წაგებული მაქვს ცალკარად და კენ იცი რა უნდა ვთქვა პირველი პილოტის მერე არც ერთ ვიდეო არ ჩამოვარდნა 97%-ის კვებრი თავიდანვე ვიცოდი მუსიკალიზი თოვლი კარგი ბიჭია მაგრამ ნუ რაუნდების თვალსაზრისითაც როგორც პანჩების მაინების პირველზე ენერგია და რაღაც იყო ხალხში რაც მოხდა მუსიკა იყო შემოგვიყვება აჰას და კამის ბათლზე აი მაგაზე იმას თქვია მუსიკა ჩემთვის მაინც რაღაცნაირად თანაბარი იყო ეი როგორ მოგეწონა მოსკას და თოვლის ბათლი ჯერ პირველ რიგში მადლობა რომ მოვედი ყველაფერს ვაკეთებ მომეწონა მაგრა ძალიან ალბათ საუკეთესო ნახევარფინალებია ზოგადად რაც პოპულარულია მიჭერს ეთქობა რომ ბევრი იშოვეს არტისტებთან ჩვენს უშოვეთ და იმედია მოგეწონა აჰა კამიზე რას ფიქრობ მაგბეთში მომეწონა ის ფაქტი რომ კამისგან ველოდებოდი რა თქმა უნდა მაგარ პერფორმანსს ზუსტად ვიცოდი რომ იმ შესაძლებლობას ჰქონდა დონოსთან გამოასწრება უეჭველი უბრალოდ როგორი მომენტია იცი ჩემთვის ნახევარ ბეთლს უყურე რა ჩატვალე რა იმიტომ რომ ახაც შემოქმედება ვიცი ბევრ დროს ვატარებდი ერთად არ მაკლია ახაც მოსმენა და მარტო კამის მუღამში მოსმენი და მომეწონა ის ყველაფერი რაც დაუპირისპირდა თუმცა პირველი ბეთლი ჩემი აზრით ბევრად მაგარი თუ არა ჩემთვის ბევრად სასიამოვნო იყო იმიტომ რომ ორივე არტისტმა ძალიან გამაოცა მოსკა versus ტაჰა აუ გორმიტდება იცი რომ ორი მეგრელია ფინალში აუ ამაზე ხა ამ კენწლიან უეჭველი დინც არ უნდა მოიგოს
ორივე მხრივ გიგა კომენტარი გააკეთე გარი იყო ძა როგორ გამიფუჭა ეს რა ნატი მადლობა კიდევ ერთხელ შეიძლება პირიქით ფარგი უყურებ მართალი გითხრა რომ არჩევ ხოლმე რაღაცებს გამოიწერეთ ნატიას მე რო იპისდავდებ დიდი სიამოვნებით ჩავჯდები და მოვუსმენ მე დავარეაქტებ გილოცა პირველ რიგში და როგორი კმაყოფილი ხარ შენ თავით ძალიან ვარ, მაგრამ წინაბედზე ვთქვი და თავამტკიცე რომ ისი არ იყო რა შემეძლო და ეხაც ვიძახი რომ ის არა შემეძლო. ანუ ეს მაქსიმუმი არ იყო, ხო? ეს მაქსიმუმი. ტაჰაზე რას ფიქრობ როგორც ოპონენტზე? შუგრიდიდან აფრიკამდე. სენაკიდან პლატომდე. მოდი პატარა რაღაცას. ჩემიდან ნიკის კოლაბორაცია. შენი და ივაჯის ტრეკები? ჩემი და ივაჯის იბა. აი ზარა, მეც აქ ვარ რა. იბა, კომენტარი თუ შეიძლება. თამარი მიხა. რას ფიქრობ მოსკოვზე როგორც ოპონენტზე? აფრიკას და არაბეთს. ძალიან მაგარი ბეჭი. რაო რას ფიქრობო? აფრიკას და არ ვიტყვი. უკვე პირველი ბეჭის მერე წერდნენ რომ ჩვენ ორი შევხვდებოდით ერთმანეთს. ორივე მეგრელი რო ვარ, ტვინი არ მოთხანს არავინ. არ ჩანვარ. ეს მოგეწონთ ეს ვლოგი და ლაიქეთ, ალბათ გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ჩემ ვიდეო.